1945 წლის ნესტიან მაისში, როცა ევროპას ომის კვამლი ნელ-ნელა ეცლებოდა, ჰოლანდიის ერთ უბანში კარზე კაკუნი გაისმა. კარზე ჰოლანდიელი პოლიციელები იდგნენ, მათ წინ ჭაღარა, უცნაურად მშვიდი მხატვარი, ჰან ვან მეეგერენი. ბრალდება იმდენად მძიმე იყო, რომ კაცს სუნთქვა შეეკრა, სახელმწიფო ღალატი. მოკავშირეებმა ნეოკლასიკურ სასახლეში, ნაცისტების ხელში ჩავარდნილ უძველეს საგანძურებს შორის, ერთ ძალიან საეჭვო რამეს მიაგნეს. გენერალ ფელდმარშალ ჰერმან გერინგის პირად კოლექციაში ეკიდა ჰოლანდიელი გენიის, იან ვერმეერის თითქოს და სრულიად უცნობი ქმნილება, ქრისტე და მრუშობაში მხილებული დედაკაცი. გამოძიებამ სწრაფად დაადგინა, ეს შედევრი გერინგს მხატვარმა ვან მეეგერენმა მიჰყიდა. დღევანდელი ფულით დაახმოებით 127 მილიონ დოლარად. ჰოლანდიაში ომის მერე ღალატი მხოლოდ ერთი თიშჯებოდა, სიკვდილით. ციხის ბნელ საკანში პირველი დაკითხვის შემდეგ მეეგერენი მიხვდა, საკუთარ თავს ვერაფრით გადაარჩენდა თუ სიმართლეს ბოლომდე არ იტყოდა. და როდესაც გამომძიებლებს უკვე ეგონათ საქმე დასრულებულიაო, ჰანმა თქვა: მე არ გამიყიდია ვერმეერი, მე ვარ. ეს ნახატი ჩემი ხელითაა შექმნილი. გერინგი მე მოვატყუე. არც მოსამართლეს, არც ექსპერტებს, არც მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებს არ ჯეროდათ, როგორ შეიძლებოდა ერთ ჩვეულებრივ, მეტისმეტად ექსცენტრიულ მხატვარს ასე სრულყოფილად გაეცურებინა ხელოვნების ისტორიას. მაგრამ ჰან ვან მეეგერენი ჩვეულებრივი არ ყოფილა. იგი ძველი ტილოებისგან წმენდდა უმნიშვნელო ნახატებს. შემდეგ მე-17 საუკუნის რეცეპტებით ურევდა საღებავებს, ფერს უზომოდ რთულ ბაკელიც, პლასტმასის სახეობას ამატებდა, რომ სამუდამოდ გამაგრებულიყო. ბოლოს კი ნახატს ღუმელში აცხობდა, რათა დროისაგან შექმნილი ბზარები უნებრივად გამოსახულიყო. როცა სასამართლომ ვეღარ დაიჯერა მისი აღიარება, გადაწყდა უპრეცედენტო ნაბიჯი. ჰანი გამოკეტეს სპეციალურ ოთახში, მისცეს ტილო, ძველი საღებავები, ალკოჰოლი და სიგარეტი, მისთვის საჭირო შემოქმედებითი ინვენტარი და უთხრეს: დახატე კიდევ ერთი ვერმეერი, ჩვენს თვალწინ. რამდენიმე კვირის შემდეგ ოთახიდან გამოვიდა ახალი ვერმეერი, იესო ექიმებს შორის. ქიმიურმა ანალიზმა კი საბოლოოდ დაამტკიცა, გერინგის კოლექციაში ნაპოვნი შედევრიც სწორედ ვან მეეგერენის ნამუშევარი იყო. და სწორედ ამ მომენტში, ერთ წამში, ღალატის ბრალდებით სიკვდილისთვის განწირული მხატვარი ეროვნულ გმირად იქცა. ჰოლანდიელები ახტაცებით საუბრობდნენ, ნაცისტების ერთ-ერთი ყველაზე გავლენადი ლიდერი უბრალოდ ჰოლანდიელმა კაცმა გააცურა. ღალატის მუხლი მოეხსნა, თუმცა დოკუმენტების გაყალბებისთვის 1 წელი მიუსაჯეს. მაგრამ ციხისკარი ვეღარ გაიხსნა. განაჩენიდან მალევე მეეგერენი გულის შეტევით გარდაიცვალა. დღეს მისი ტილოების ღირებულება მილიონებს აღწევს, არა როგორც ვერმეერის, არავეთ როგორც ვან მეეგერენის ორიგინალი ხალბები.